მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას არქის გამოწერისთვის, თქვენი აქტიურობისთვის, ჩემო ძვირფასებო. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია არქის განვითარებისთვის. ახლა მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა კელტური ჯვარი, მიფიქრეთ საკუთარ თავზე, ჩემო ძვირფასებო, იმ თქვენთვის საინტერესო საკითხზე, რაზეც გინდათ, რომ პასუხი მიიღოთ და ნახოთ, რას გვიჩვენებს კარტი. რა იქნება, ხო? მოვისმინეთ, საინტერესო იქნება, ვფიქრობ და დავიწყოთ მას. სანამ დავიწყებ, მე სანთელი ავანთოთ, თუ საჭირო იქნება, გამოვიყენებ მე სხვა დასტასაც, დასაზუსტებლად, ჩემო ძვირფასებო და ვნახოთ, როგორ წარიმართება ის საკითხი, რას გვიჩვენებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც თქვენთვის ამჟამად არის მნიშვნელოვანი, ჩემო კარგებო. რას გვიჩვენებს? თუ საჭირო გახდება, მე გამოვიყენებ სხვა დასტასაც. მაშინ ვნახოთ პრობლემა, რაც ამჟამად რაზე სურს ჩვენს დასტას თქვენთან საუბარი, რა არის ის პრობლემა, ის საკითხი, რაც თქვენ გაინტერესებთ, რასთან არის კავშირში. შემდეგ ვნახოთ თქვენი როლი ამ სიტუაციაში. ვნახოთ წარსულიდან, რა ახდენს ამ სიტუაციაზე და ამ პრობლემაზე გავლენას წარსულიდან, რა ახდენს გავლენას. შემდეგი კითხვა იყოს, როგორ განვითარდება ამ საკითხთან დაკავშირებით მომდევნო ერთ თვეში სიტუაცია, როგორი განვითარება იქნება. ვნახოთ შემდეგი კითხვა იყოს, რას ვერ აცნობიერებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რა არის თქვენთვის დაფარული, რასაც ვერ ხედავთ, ვერ აცნობიერებთ. ვნახოთ თქვენი მოქმედება როგორია, სხვების ზეგავლენა როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით. შემდეგ ვნახოთ რჩევა, როგორ შობს რჩევა ვიკითხოთ, რჩევა ან გაფრთხილება და ვნახოთ საბოლოოდ, თუ ყველაფერს გაითვალისწინებთ იმ რჩევას, რა შედეგს მიიღებთ, როგორ გადაწყდება, ანუ საბოლოო შედეგი, ხო? ამ საკითხის, რაც თქვენ გახელვებთ. ნახოთ, ჩემო ძვირფასებო. ვამაყობ მე სხვა დასტასაც და ნახოთ, რა ხდება აქ, რაზე გვაქვს ის საკითხი, რაც გაინტერესებთ ამ მომენტისთვის. ამოვიდა თასის დამა და თქვენი დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, თქვენი როლი ისევ კვერთხის დედოფალი. ჩემო კარგებო, შესაძლებელია პრობლემა კონკრეტულად ან თქვენ გიკავშირდებათ, ან ქალბატონს, რომელთანაც ვნახოთ, რა ხდება აქ, რას გვიჩვენებს თასის დედოფალი. შესაძლებელია იყოს სიტუაცია, შესაძლებელია იყოს პიროვნება. აქ რა სიტუაციაზეა საუბარი, აქ ვნახოთ, რა სიტუაციაზეა აქ საუბარი. ჩემო კარგებო, აქ იცით როგორი მომენტია. შესაძლებელია მიყურებდეთ პიროვნებები, ვინც ხართ იმყოფებით ამჟამად ურთიერთობაში, გაქვთ შესაძლებელია შვილები, შესაძლებელია მეუღლეც და დაკავებული ხართ ყოველდღიური, ასე ვთქვათ, ზრუნვით თქვენს გარშემო მყოფებზე, თქვენს ახლობლებზე და არის რაღაცა რთული სიტუაცია, რომელიც არ გაძლევთ მოსვენებას და შესაძლებელია ითქვას, რომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ყოველდღიური საზრუნავი მხოლოდ ახლობლებზე, მხოლოდ ოჯახის წევრებზე ზრუნვის იქით, შეიძლება ითქვას, საკუთარი თავისთვის ვეღარ იცლით, ან გაქვთ რაღაც ჩანაფიქრები, რაღაც გეგმები, რომელსაც ვერ ახორციელებთ. ძალიან ბევრთან ეს შესაძლებელია იყოს გაღელვებდეთ თვითრეალიზების საკითხი, თვითრეალიზაციის საკითხი, ასე ვთქვათ. იცით რა არის, როდესაც კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია რეალიზებული ხართ საკუთარ ოჯახში, თქვენს ოჯახში საქმეები კარგად მიყავთ, მაგრამ ოჯახის გარდა გინდათ სოციუმში გასვლა, საზოგადოებაში გასვლა ერთი სიტყვით და საკუთარი თავის რეალიზაცია, საკუთარი შესაძლებლობების და შესაძლებელია, რომ იყოს ეს საკითხი
რომელიც თქვენ ამ მომენტისთვის გახელვებთ, ხო? არ არის გამორიცხული, რომ ძალიან ბევრს გაქვთ ამისი პოტენციალი, მაგრამ არ გაქვთ რესურსი ფინანსური, ან არ გაქვთ მხარდაჭერა ახლობელი ადამიანების მხრიდან და სწორედ აი ეს არის ის პრობლემა, რისი ასე ვთქვათ, რაც გახელვებთ ამ ეტაპისთვის. კიდევ აქ რაზეა საუბარი? კი, აქ აი ზუსტად რასაც ვიცახი, იმას მიდასტურებს ჩემი სიმბოლონის დასტა. ანუ მიჯაჭვული ხართ, რომ იტყვიან ოჯახზე, შესაძლებელია თქვენს პარტნიორზე, შესაძლებელია აქ მე დავაზუსტებ იმას, რომ საჯარო გაშლა და ყველასთვის ერთი და იგივე არ იქნება შემოძვირფასება, შესაძლებელია უბრალოდ არ გქონდეთ ოჯახი, მაგრამ გქონდეთ ურთიერთობა, სადაც პარტნიორს მაინც და მაინც წარმოუდგენია თავისი მეორე ნახევარი, ასე მეორე წყვილი, რომ უნდა იყოს მისი, ასე ვთქვათ, ზეგავლენის ქვეშ, მისი რომ იტყვიან აკონტროლებდეს მის ნაბიჯებს და იმის იქით, ვთქვათ, ნაბიჯს არ უნდა სკავდეს და ეს ფაქტორი რაღაცნაირად გბოჭავთ თქვენ და არ გაძლევთ იმას, რომ რაღაც თქვენს სურვილზე გააკეთოთ, რაღაც ანუ თქვენით მე იკარგება ერთი სიტყვით იმ გარემოში, სადაც იმყოფებით, ხო? ანუ შესაძლებელია აქ მიყურებდეს, ვთქვათ, დასაოჯახებელი პიროვნება, რომელსაც უბრალოდ აქვს ურთიერთობა, ან სულაც არ აქვს ურთიერთობა, მაგრამ რაღაცნაირად საკუთარ თავს ვერ პოულობს იმის გამო, რომ არის რაღაცა გარემო, სადაც მას არ აქვს ხელის შეწყობა საკუთარი რაღაც ჩანაფიქრები, იდეები განახორციელოს და აი ეს მომენტია ჩემკარგებო აქ, ანუ მოარგეთ თქვენს სიტუაციას, თქვენს მდგომარეობას, ხო? ზოგიერთ შესაძლებელია ოჯახზე ზრუნვა და მხოლოდ შვილები, ქმარი, ზოგს შესაძლებელია დედმამაც ყავდეს და არ იყოს ვთქვათ დაოჯახებული, მაგრამ ვერ იპოვოს ხო საკუთარი თავი, არ ქონდეს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება იმის გამო, რომ რაღაც გარემო ფაქტორები, რესურსის ნაკლებობა, ვთქვათ, მხარდაჭერის ნაკლებობა განიცდიდეს ამ ყველაფერს და აი ეს იყოს პრობლემა. შემოძვირფასებო, ისე რომ აქ რასაც მიჩვენებს, არის საკუთარი თავის პოვნა, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. არა და თასის დედოფალი შემოძვირფასებო არის საკმაოდ ისეთი ნატურა, რომელიც იდეებით სავსე შემოქმედებითი პიროვნება, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ მრავალმხრივი შესაძლებლობა აქვს თავის იდეების წყალობით, შეიძლება ჰქონდეს ანუ სხვადასხვა ნიჭი, მაგრამ ვერ ახერხებდეს ამ ყველაფრის რეალიზებას, ხო? ვნახოთ თუ ეს საკითხი თქვენთვის მნიშვნელოვანია და გეცნოთ რაღაცნაირად თქვენი თავი, მაშინ გააგრძელეთ ყურება, ხო? შესაძლებელია რაღაც პროცენტთან ეს თემა საერთოდ არ რეზონირდებოდეს შემოძვირფასება, ამიტომ თუ არ არის საინტერესო თქვენთვის ეს თემა, ესე იგი დღეს თქვენი გაშლა არ არის და მაშინ დაკარგავთ დროს. ვნახოთ წარსულიდან რა ახდენს ამ სიტუაციაზე გავლენას და აქ წარსულთან დაკავშირებით ამოვიდა ხმლის ტუზი. ხმლის ტუზი იდეა გქონდათ შემოძვირფასებო. წარსულთან დაკავშირებით რა შემიძლია გითხრათ, რომ აქ იყო რაღაც იდეა, მაგრამ რატომღაც გქონდათ შესაძლებლობა, მაგრამ ნახოთ წარსულიდან რა ახდენს. იცით როგორი მომენტია აქ? გქონდათ იდეა, შესაძლებელია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, შეგექმნათ პრობლემა, ან რაღაც კრიტიკის, როგორ გითხრათ, კრიტიკულები აღმოჩნდეს ზედმეტად თქვენს მიმართ, ან დაგიწუნეს, ხო? ან გითხრეს, რომ ეს არ გამოვა, ანუ სხვებმა, ანუ გარე შეაზრებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა თქვენს აი ამ მდგომარეობაზე. შესაძლებელია ზოგიერთს რაღაც პრობლემა შეგექმნათ რაღაც საბუთებთან დაკავშირებით, ანუ როგორც გითხარით უკვე რაღაც იყო საჭირო, რაც თქვათ ვერ განახორციელეთ, კი გქონდათ იდეა, ჩანაფიქრი, მაგრამ ფაქტორები, როგორც უკვე ვთქვი, ან კრიტიკა, ან ის რომ იყო რაღაც ან საბუთებთან დაკავშირებული რაღაც პრობლემა და არ დაგიჭირეს მხარი, სწორედ შესაძლებელია ამან იქონია წარსულიდან გავლენა.
ვნახოთ როგორ განვითარდება სიტუაცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც გაინტერესებს მომდევნო 1 თვის განმავლობაში და ისევ ამოვიდა პენტაკლის დედოფალი. აქ მივხედავ იმას, რომ მომდევნო 1 თვის განმავლობაში მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც იყო თქვენ რაღაცა თქვენსას მაინც მიიღებთ. ანუ რაღაც ნაბიჯი უკვე იქნება გადადგმული თქვენს ჩანაფიქრთან დაკავშირებით, რაც რისი გაკეთებაც გინდათ, რისი განხორციელებაც გინდათ. ან შესაძლებელია მხარდაჭერა მიიღოთ პენტაკლის დედოფალი, შესაძლებელია ეს იყოს პიროვნება, ვინც დახმარებას გაგიწევენ ფინანსურს, ან რაღაცნაირად გვერდში გაგიდგებათ, ისე რომ არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ჩანაფიქრი 1 თვის განმავლობაში რაღაც დაიძრას და შედეგი მიიღოთ ერთი სიტყვით იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც გაინტერესებთ, მე დავაზუსტებ. არ არის გამორიცხული ჩემო ძვირფასებო, რომ ვიღაცის რჩევამ თქვენ რაღაც სწორ გზაზე დაგაყენოთ. ვიღაცის რჩევამ ეს შესაძლებელია იყოს ქალბატონი, ისევ გავიმეორებ, ვინც შეიძლება დაგეხმაროთ ფინანსურადაც, შესაძლებელია მოხდეთ მნიშვნელოვანი რაღაც რჩევა და ის რაღაცა ნაბიჯები დაიძრას ერთი სიტყვით. კი, აუცილებლად იპოვით, ნახეთ განდეგილი და სულელის არკანი, რაღაც სიახლე და დასტის ძირზე თასის ტულზე, ანუ რაღაცა სიახლე თქვენ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება. რაღაცა სიახლე, დადებითი სიახლე, ჩემო ძვირფასებო, რაც მოგცემთ ბიძგს და ასე ვთქვათ იმპულსს. ნახოთ, რას ვერ აცნობიერებთ, ან რა არის ის, რასაც ვერ ხედავთ და იცით, ვარსკვლავის არკანი, ჩემო ძვირფასებო, რას ვერ აცნობიერებთ. შეიძლება ის საკითხი, რაც თქვენთვის ახლა მნიშვნელოვანია და თუ ეს ეხება თვითრეალიზებას, ეს არ იყოს, როგორ გითხრათ, დღეს და ხვალის საქმე, ხო? შესაძლებელია იმას ვერ აცნობიერებთ თქვენ, რომ ამას ცოტა სჭირდება, ცოტა დრო სჭირდება, ცოტა მეტი დრო სჭირდება, ვიდრე თქვენ ამას ფიქრობთ, რომ განახორციელოთ. ან კიდევ ვერ აცნობიერებთ, შესაძლებელია იმას, რომ ვარსკვლავის არკანი, ეს არის ის, რომ უნდა შეიძლება იყოთ რაღაც მიიღოთ ისეთი ზომები, რაც დაგეხმარებათ, რომ გახდეთ თქვენს შესახებ ბევრმა გაიგოს, ხო? შესაძლებელია ის იყოს რეკლამა, შესაძლებელია ის იყოს ცნობილი პიროვნებების დახმარება, ასევე ძალიან დიდი შრომა, ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი შრომა გაქვთ ჩასადები ასევე. და ასევე ვერ აცნობიერებთ იმას, რომ ანუ შეიძლება იცით როგორი მომენტია თქვენი წარმატების შესაძლოა თქვენ თვითონ არ გჯერათ იმის, რომ რაღაც შეიცვლება და რაღაცას მიაღწევთ. თითქოს აქ არის ისეთი მომენტი, რომ ვერ აცნობიერებთ იმას, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს და თქვენ თვითონვე ხართ სკეპტიკურად შეიძლება ითქვას თქვენ თავთანვე განწყობილი და ეს მომენტია, რომ კიდევ ინფორმაცია, ჩემო ძვირფასებო, შესაძლოა კიდევ ინფორმაციის ნაკლებობა გაქვთ. ამასაც შესაძლოა ვერ აცნობიერებთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც თქვენ გაინტერესებთ. ვნახოთ თქვენი მოქმედება. თქვენი მოქმედება, იცით როგორი მომენტია? ფიქრობ, რომ აქ თქვენი მოქმედება როგორია. აქ ამოვიდა შეყვარებულების არკანი და ოთხიანი თასი, რომელმაც დამიზუსტა ის, რომ შესაძლოა თქვენ ან არასწორ არჩევანს აკეთებთ, ან შესაძლებელია იმისთვის, რომ თქვენი ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანოთ, დაგჭირდეთ პარტნიორი. პარტნიორში არ იგულისხმება მხოლოდ სასიყვარულო პარტნიორი. პარტნიორი შეიძლება იყოს ასევე საქმიანი პარტნიორი, ჩემო ძვირფასებო. ნებისმიერ საკითხში არ აქვს მნიშვნელობა, საჯარო გაშლა და ზოგისთვის შესაძლებელია პარტნიორის გვერდში დგომაც იყოს მნიშვნელოვანი და ზოგისთვის საქმიანი პარტნიორიც იყოს, ხო? ამიტომ თუ ნუზი ხართ, ასე ვთქვათ, ხელებ ჩამოშვებული და ცხვირს ჩამოშვებული, თუ რაიმე შემოთავაზება გექნებათ, აუცილებლად მიიღეთ ის შემოთავაზება, რაც გექნებათ.
იცით როგორი მომენტია იწება თქვი და ვიტყვი კიდევ რომ ცოტა რაღაცნაირად დეპრესიულად უყურებ თუ არ გგონიათ რომ რასაც ფიქრობთ იმას განახორციელებთ. თითქოს თქვენ თავსვე უწესებთ რაღაც ზღვარს და სწორედ აი ეს მომენტია აქ რომ აი უნდა საზღვრები გააფართოვოთ, იმიტომ რომ სამყაროს არკანით სწორედ ამას გვეუბნება, რომ საზღვრებს გასცდით, ერთ წრეზე ნოტრიალებთ და ნუ გეშინიათ რაღაც სიახლეების და ნუ ხართ იმაში, რომ აი ზოგს უჭირს ხო კომფორტის ზონიდან გასვლა. აქ გეუბნებიან იმას, რომ თქვენი მოქმედება არ უნდა იყოს ჩარჩოებში მოქცეული. ნახოთ სხვების გავლენა როგორია, სხვების გავლენა კი ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეიძლება შეხვდეთ 7-იანი კვერთხის არკანით იმ გზაზე, რა გზასაც ადგახართ და იმ ჩანაფიქრის განხორციელებაზე, რაც გაქვთ ჩაფიქრებული, შესაძლოა ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდეთ. ძალიან ბევრი შეეცადოს თქვენს გადარწმუნებას, იყოს რაღაც ჭორები, რაღაც ენები ხო, რომ რაღაცნაირად თითქოს გზასაც აგაცდინონ, მაგრამ თქვენ უპირატესობა თქვენს ხელშია და თქვენ წყვეტთ ხო, ვერავინ ვერ უნდა აგაცდინოთ იმ გზას, რა გზაც გაქვთ თქვენ არჩეული შემოწმება. ნახოთ რჩევა ვიკითხოთ, ანუ ძალიან ბევრი ეს არ შეიძლება იყოს არაერთი ადამიანი, ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე, შეიძლება იყოს კონკურენციაც და ახლობლებშიც თქვენს გარემოცვაშიც ძალიან ბევრი წინააღმდეგი იმისი რაც გინდათ რომ გააკეთოთ თქვათ. ნახოთ რჩევა ან დარიგება ან გაფრთხილება, ნახეთ რჩევა არის ის რომ აიმაღლოთ კვალიფიკაცია თქვათ თუ თქვენი საკითხი თვითგანვითარებას რაღაც კარიერულ წინსვლას ეხება ან რეალიზებას ხო იმ საკითხში რაც გაინტერესებთ აიმაღლოთ კვალიფიკაცია მიიღოთ რჩევები ისწავლოთ ერთი სიტყვით დამატებით თუ რაიმეს თქვენს თავში გეპარებათ ეჭვი რომ რაღაც არიცით ბოლომდე კარგად ხო ყველაფერში გაერკვათ და შემდეგ ისე დაიწყოთ და ისე გადადგათ ნაბიჯებ და ისე იმოქმედოთ და საბოლოო შედეგი რა იქნება ნახეთ ქურუმი ქალი გვეუბნება იმას რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს ასევე მიენდეთ ინტუიციას დაუჯერებთ გულს საბოლოო შედეგი ამ მომენტისთვის შესაძლებელია კიდევ იყოს უცნობი მაგრამ მე მაინც დავასუსტებ მაგრამ ქურუმ ქალს აქვს ცოდნა უკვე ის ცოდნა და ის გამოცდილება რაც უფრო მაღალ ლეველზე გადაიყვანს მას ხო უფრო ნახეთ აბა კიდევ ქურუმი ქალი რაზე მიგანიშნებს შედეგი რა იქნება ნუ შედეგი ნახეთ მზის არკანი ეხლა რაც არის დაფარული შედეგი იქნება ის ეხლა რაც თქვენთვის უცხოა და უცნობია და დაფარულია და არ იცით რა იქნება მზის არკანი ჩემოკარგებო მზის არკანი კიდევ კარგად ვიცით რომ არის ეს საკუთარი თავის რეალიზება სურვილის დასრულება ჩანაფიქრის განხორციელება ნუ ყველანაირად დადებითი არკანია იმ ენერგიის და იმ როგორ გითხრათ ყველაფერი ოპტიმისტური ყველაფერი რომ კარგად იქნება ოპტიმისტურად რომ შეხედავთ ყველაფერს და მიიღებთ სასურველს ასე ვთქვათ და დასტის ძირზე მაქვს კიდევ სულელის არკანი სიახლე შემოზურფასებო ნამდვილად კარგი შედეგი იქნება იმ ყველაფერზე მთავარია თქვენ მოინდომოთ ძალიან მაინტერესებს ვისთვის იყო ეს გაშლა თუ ძალიან გამიხარდება თუ თქვენს კითხვაზე მიიღებთ პასუხი გამომეხმაურეთ შემოზურფასებო რამდენად რეზონირდა დღევანდელი გაშლა თქვენთან მადლობა და ნახვამდის